გამარჯობა. ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად განიხილება დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დაფინანსებისა და თანამედროვე მკურნალობის საკითხი. სოციალურ ქსელებში და მედიაში ხშირად ხვდებით ემოციურ კამათსა თუ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დაპირისპირებებსაც კი. ერთი მხარე ამბობს, რომ თითოეული ბავშვის სიცოცხლე შეუფასებელია და სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს. მეორე მხარე კი საუბრობს ფინანსურ რეალობაზე, სამედიცინო გაურკვევლობაზე და იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია მკურნალობის არსებული მეთოდები. სინამდვილეში ეს თემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ ვიდეოში ვეცდებით მშვიდად ფაქტებზე დაყრდნობით გავიგოთ, რა არის დიუშენის სინდრომი, რატომ არის მკურნალობა ასეთი ძვირი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ოჯახები და სახელმწიფო, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნები და არსებობს თუ არა რეალური გამოსავალი. რა არის დიუშენის სინდრომი? დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ანუ DMD არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც აზიანებს კუნთებს. იგი გამოწვეულია დისტროფინის გენის დაზიანებით. დაავადების დროს ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარის დისტროფინს, ანუ ცილას, რომელიც კუნთებს იცავს. ამის გამო კუნთები თანდათან სუსტდება. DMD თითქმის ყოველთვის ბიჭებში ვითარდება, რადგან დაავადება X ქრომოსომასთან არის დაკავშირებული. პირველი ნიშნები ხშირად 2-დან 5 წლის ასაკში ჩნდება. ესენია სიარულის გაძნელება, კიბებზე ასვლის პრობლემა, წონასწორობის კონტროლი და ხშირი დაცემა. დროთა განმავლობაში ზიანდება ხელფეხის კუნთები, სუნთქვის სისტემა და გული. ბევრ ბავშვს 10-14 წლის ასაკში უკვე ეტლი სჭირდება. ადრე პაციენტები ხშირად 20 წლამდე ვერ აღწევდნენ. დღეს კი თანამედროვე მკურნალობით, სუნთქვისა და გულის სტიმულირებით, ბევრი პაციენტი ცხოვრობს 30-40 წლამდეც კი. ბოლო წლებში მსოფლიოში გაჩნდა ახალი გენური თერაპიები, მათ შორის არის ყველაზე ცნობილი ელებიდის, ერთჯერადი გენური მკურნალობა, რომლის მიზანიც დაავადების პროგრესის შენელება. პრობლემა იმაშია, რომ მისი ღირებულება $3 მილიონ აღემატება და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე რთული კითხვები. უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ ასეთი მკურნალობა? რამდენად ეფექტურია ის რეალურად? რამდენი ბავშვის დახმარება შეიძლება ამ თანხით სხვა სფეროში, ან როგორ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები? DMD პროგრესირებადი დაავადება. ოჯახებისთვის, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან, ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. მათთვის ეს არის შვილის სიცოცხლე და დრო, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ოჯახები ამბობენ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შანსი, რომ თანამედროვე მედიცინა უკვე სთავაზობთ გარკვეულ სამოქმედო გეგმებს და რომ სიცოცხლის ფასის ფულით გაზომვა შეუძლებელია. მათთვის მთავარი არგუმენტია, თუ არსებობს თუნდაც შანსი, აუცილებლად უნდა ვცადოთ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომელსაც საზოგადოება ხშირად ნაკლებად უსმენს. ჯანდაცვის სისტემას უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება შეზღუდული ბიუჯეტით. ერთ პაციენტზე რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვა ნიშნავს, რომ იგივე თანხა შესაძლოა აღარ მოხმარდეს ასობით ონკოლოგიურ პაციენტს, რეანიმაციების გაუმჯობესებას, დიალიზს ან სხვა კრიტიკულ პროგრამებს. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დღევანდელი გენური თერაპიები სრულად განკურნების საშუალებას ვერ იძლევა. ზოგ შემთხვევაში ისინი ანელებენ დაავადებას, აუმჯობესებენ მოძრაობას, მაგრამ შედეგები ყველა პაციენტში ერთნაირი არ არის. ასევე არსებობს სერიოზული რისკები, მაგალითად, ღვიძლის დაზიანება და იმუნური რეაქციები. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს, რომ არ არსებობს სრული ინფორმაცია გრძელვადიანი შედეგების შესახებ. და მაინც, რატომ იწვევს ეს საზოგადოებრივ დაპირისპირებას? როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, საზოგადოება ხშირად ემოციურად რეაგირებს, რაც სრულიად ბუნებრივია, მაგრამ დაპირისპირება ხშირად იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანები სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებენ საკითხებს. ერთი მხარე ამბობს, რომ სიცოცხლე უპირველესია. მეორე მხარე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე პოზიციაში არსებობს ლოგიკა და სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი ასე რთული. ამორალურ დაპირისპირებებში გადაზრდილ დისკუსიებში არგუმენტების ძებნას სჯობს გადავხედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკებს, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გენური თერაპია უკვე დამტკიცებულია. არსებობს ძლიერი გენეტიკური სკრინინგი, რეაბილიტაციის საშუალებები და სპეციალიზებული ნეირომუსკულარული ცენტრები. მაგრამ მკურნალობა უკიდურესად ძვირია და ხშირად დაზღვევის ან სპეციალური ფონდების გარეშე მიუწვდომელი. ოჯახები ხშირად crowdfunding-ს იღენებენ. ევროპის ბევრი ქვეყანა უფრო ფრთხილად მოქმედებს. 2025 წელს EMA-მ ელებიდის ავტორიზაციას მხარი არ დაუჭირა უსაფრთხოების საკითხების გამო. 2026 წელს მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, რათა ხელახალი შეფასება მოხდეს. გერმანია DMD-ს მართვის მხრივ ევროპაში ლიდერ ქვეყნად ითვლება, სადაც სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს გენეტიკურ დიაგნოსტიკას, რეაბილიტაციას, ეტლებს, სუნთქვის აპარატებს, მრავალპროფილურ მოვლას. გენეტიკური ტესტირების ნაწილი ოფიციალურად ანაზღაურებადია. არსებობს ძლიერი ნეირომუსკულარული ცენტრები, მაგალითად, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც აქტიურად ახორციელებს კლინიკურ კვლევებს.
მასთან ერთად საფრანგეთი და სკანდინავიური ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გენური თერაპიის დაფინანსება ინდივიდუალურად განიხილება. იაპონიამ კი აირჩია შუალედური გზა. პრეპარატები პირობითად დაიშვება, შემდეგ კი მათი ეფექტურობა დაკვირვების ქვეშ რჩება, რაც უკეთესად იძლევა მონაცემთა ანალიზისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესების საშუალებებს. რა შეიძლება იყოს გამოსავალი საქართველოსთვის? იქამდე სანამ ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ გზებზე მოკლედ გეტყვით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დაავადება მემკვიდრეობითია, მაგრამ შემთხვევების ნაწილში მუტაცია პირველად ჩნდება. ადრეული დიაგნოზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გენეტიკური კონსულტაცია ოჯახებისთვის აუცილებელია. მედიცინის სპეციალისტები კი რამდენიმე აუცილებელ მიმართულებაზე საუბრობენ. პირველი, ეროვნული რეესტრი. საქართველოში ზუსტი მონაცემების კი შეზღუდულია. პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ყველა DMD პაციენტის ერთიანი ბაზის შექმნა. მეორე, ადრეული დიაგნოსტიკა. რაც ადრე იწყება მკურნალობა და რეაბილიტაცია, მით უკეთესია შედეგი. მესამე, ეტაპობრივი დაფინანსება. ზოგიერთი ქვეყანა იყენებს მოდელს, სადაც სახელმწიფო ფონდები და ფარმაცევტული კომპანიები ხარჯებს ერთად ინაწილებენ. მეოთხე, საერთაშორისო პროგრამები. ბევრი ოჯახი ერთვება კლინიკურ კვლევებში, საქველმოქმედო პროგრამებში ან საერთაშორისო ფონდებში. და მეხუთე, რეაბილიტაციის გაძლიერება, რაც გულისხმობს გენური თერაპიის გარეშე ფიზიოთერაპიას, კარდიოლოგიურ კონტროლსა და სუნთქვის სტიმულირებას, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. და ბოლოს, ვინ ამბობს, რომ ამ საკითხზე განსხვავებული აზრი არ შეიძლება გქონდეს? დიუშენის სინდრომი მხოლოდ სამედიცინო საკითხი არ არის. ეს არის ეთიკურ-მორალური, ფინანსური, სოციალური და ადამიანური გამოწვევა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ დისკუსია ემოციების ნაცვლად ფაქტებზე, ცოდნასა და ადამიანურ თანაგრძნობაზე დავაფუძნოთ, რადგან საბოლოოდ ამ კამათის ცენტრში დგანან ბავშვები და ოჯახები, რომლებიც ყოველდღიურად ურთულეს რეალობასთან ბრძოლაში არიან ჩართულები. აუცილებლად დადგება დღე, როცა ადამიანი დაამარცხებს ამ დაავადებას. ისტორიას კი სახელდაკარგული პრაგმატისტების სახელებიც კი არ შემორჩება. ჯანმრთელობას გისურვებთ.